დედაჩემი ბურსაში ყველაზე ლამაზი ქალი იყო. ვარდის სურნელი ტრიალებდა იმ ქუჩაზე, სადაც ის ჩაივლიდა. სიოც კი იმიტომ ქროდა, რომ მისთვის მისი აბრეშუმივით რბილით მაეწეწა. ბურსაში მცხოვრები არც ერთი ბავშვის დედა არ იყო მასავით ლამაზი. ვერც იქნებოდა. ის სხვა დედებს არ გავდა. ჩვენ სახლში კერძის სურნელი არასოდეს დატრიალებულა. თავად დედაჩემი იყო ქურაზე მომზადებული კერძის სურნელი. გაუთავებული თეთრი საყელო იყო, დავარცხნილი თმა იყო. სკოლიდან სახლში დაბრუნებისას თბილი კალთა იყო. დედაჩემს ფეხზე ბორკილები ედო. ის ზღაპრის პრინცესა იყო, რომელიც ყოველთვის უბედური იყო. გამარჯობა, ძამნიკო. ჩვენ ვიყავით ის ბორკილები, რომლებიც დედაჩემს ფეხებზე ედო. მე და ჩემი და გულენდამი. დედაჩემი ფიზიკურად ჩვენთან იყო, მაგრამ სულიერად სხვას ელოდა. და ერთ დღესაც დადგა ის დრო, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდა. გამიშვი ხელი. გამიშვი. 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 ხელი გამიშვი. ძლიერი იყო, დაუნდობელი. კარგად ხარ? დედა წაგვართვა. დედაჩემი ისე წავიდა, რომ წამითაც არ დაფიქრებულა. ერთ წიგნში წავიკითხე, პოეტი ამბობდა, ადამიანის საყვარელ ადამიანს უკანასკნელად თვალს ვერ უსწორებსო. დედაჩემო უკანასკნელად ვერ შემომხედარა და ეს დამშვიდობება არ იყო. დედა, არ წახვიდე! დედა! იმ დღეს ჩვენ სახლში ჰალვის სურნელი უკანასკნელად დატრიალდა. დედაჩემმა სანუგეშოდ დაგვიტოვა. დედაჩემი წავიდა და ჩვენ სახლში სინათლეც ჩაქრა. იმ სილის შემდეგ მამაჩემმა თვალი ვეღარ გაგვისწორა. მე მაინც ველოდი. თვეები ველოდი. ველოდი დედაჩემი დაბრუნდება და თვალს ისევ გაგვისწორებს მეთქი. არ დაბრუნდა. როდესაც მამა უკანასკნელად ვნახე, მას ხელში ჯალათის ფოტო ეჭირა. დედაჩემს უკვე ახალი ოჯახი ჰყავდა. მალე და ან ძმა გვეყოლებოდა. მამაჩემისთვის ეს უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. იმ ფოტოზე მომღიმარი დედაჩემი პირველად დავინახე. თურმე დედაჩემი რა ლამაზად იღიმოდა. სწორედ იმ წუთას მასთან დაკავშირებული იმედი უკიდეგანო და ბნელ ჭაში ჩავუშვი. ობლობის პირველივე დღეს გიჟივით გავრბოდი. გონებაში მხოლოდ ერთი სურათი მქონდა აღბეჭდილი. მამაჩემის ხელში არსებული ფოტოსურათი. დედაჩემი, რომელსაც ჩვენთვის არასოდეს გაუღიმია, იმ ფოტოსურათიდან გვიღიმოდა. დავიფიცე, დედაჩემი ისე არასოდეს გაიცინებდა. ხო, ვარ მოკვდე, მუსტაფა.
მუსტაფა, გთხოვ არ მოკვდე. ნეტა ვარ გამეჩინე. შენც ასეთ გამწარებულს გნახავ. ვერც ერთი ქალი გულით ვერ შეგიყვარებს. იმიტომ რომ შენ ადამიანი არ ხარ. ღმერთმა დაგწყევლოს. იმ წუთიდან ჩვენ დედაშვილი არ ყოფილვართ. მე მხეცი ვიყავი, რომელიც საკუთარმა დედამ დაწყებლა. დედაჩემი კი ჩემი ყველაზე დიდი მტერი იყო. ადამიანი მხეცს როგორ გაანადგურებს? ამას მაშინ გავიგებდი, როდესაც ბურსაში დავბრუნდებოდი, მაგრამ დედაჩემს ზაფერ ფეჰლივანს ამ შეკითხვაზე პასუხი უკვე ჰქონდა. მხეცის გასანადგურებლად ერთადერთი გზა მის გულში დანის ჩარტყმა იყო. მეც აქ ვარ. ვერ დამინახე. შვილო. 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 ზაფერხანი, შვილო. დედა. საყვარელო. კარგად ხარ, დედიკო? მე საშინელი კოშმარი და მესიზმრა. ჩვენ სახლში გველი შემოსრიალდა და შენ მოკლა. შენ ჩემო საყვარელო. დამშვიდი, დედა. კარგად ვარ. კოშმარი და გესიზმრა. კოშმარი და მესიზმრა? როგორ მოვიქცეთ ძმაო, სახლში წასვლამდე მიწის ნაკვეთში შევიაროთ? თქვენ სახლში წადით, მე შევივლი. მარცხნივ შეუხვიე.
შენი შვილები ხომ არ შეიბრალე? არც გველები შეგიბრალებენ. აქ რასაკეთებ? გითხარი, აქ რასაკეთებ მეთქი? რა შენი საქმეა? ვინ ხარ? რა გინდა? არ მომიახლოვდე. აქედან წაეთრიე. რომ არ წავიდე რა სიზამ? მესვრი? გესვრი. მიდი. მესროლე. ბოდიშს გიხდი მე? ახლოს არ მოხვიდე. ხელი არ გამიშვა. არ გამიშვა, გთხოვ. ჩემს ნაკვეთში უნებართოდ შემოხვედი. არ ვიცოდი თუ შენი საკუთრება იყო. ბოდიშს გიხდი. ის არის მესროლე. სასიკვდილოდ გამიმეტე. წყალში არ ჩამაგდო. არ ჩამაგდო. წყლის მეშინია. მეშინია. დედა, მიშველე დედა. დედა, მიშველე. დედა. 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 გისმენ. ჩვენ სადაცაა სახლში მივალთ, ყველა შენგელოდება. ყოველ წუთს შეტყობინებას მიგზავნიან. ცოტა ხნით კიდევ დამელოდონ. ძალიან მომენატრე დედა. ნედავ ჩემ გვერდით იყო. წავიდეთ.
მაგა შეეშვი. უკვე მზად არის. ზემოთადი გოგონებს დაეხმარე. ხვეზელის მომზადებაში დამეხმარე. სადაცაა გულჯემალი მოვა. გოგო ტორც რა უქენი? ძმა გულჯემალს ძალიან მოეწონება. პარკს დაამსგავსა. ულამაზესია. შეეშვი. ვეღარაფერს უშველი. გამომართვი? შეახვია და ხუმელში შედე. ზემოთავალი ქაურობას შევამოწმებ. მეც წამოვალ. ნელა ნუ დარბი ხარ კიბეზე ფრთხილად ადი. მოდის კიხდი. ნუ დარბი ხარ თავრო დამეხვა. დედა შენთან წადი. მიდი. გთხოვ მიპასუხე. გთხოვ. გულენდამ. რა ხდება? მოწყენილი რატომ ხარ? მოხდა რამე? კარგად ვარ, არაფერი მიჯერს. არ გიხარია შენი უფროსი ძმა რომ დაბრუნდა? როგორ არ მიხარია? თუ ასე მოწყენილი რატომ ხარ? ვერ გამჩნევ? ეს ბოლო პერიოდი მოწყენილი, ფერმკრთალი ხარ. მითხარი რა გაწუხებ შვილო? მე რატომ არავის ვუყვარ ვარ? დედა გარა. რას ამბობ? შენ ჩემი ყვავილი ხარ. შენი ძმისთვის ერთადერთი ხარ. ჩვენი სული ხარ. თქვენ გარდა სხვა არავინ მყარებია. რატომ? იმიტომ რომ ჩემს სიყვარულს არ ემსახურებენ. მე კლიანი შვილი ვარ. ყველას ვერჯობი. ამიტომ არავის ვუყვარ ვარ. ასეა. ჩემი ძმის შექმნილ სამყაროში ვცხოვრობ. რა ვქნა? საკუთარი თავი თვითონ მან უგეშო? მაგას ნუ იტყვი. შენმა ძმამ ასეთ მდგომარეობაში არ დაგინახოს, თორე მეწყინება. ამდენი წელი იწვალა. ახლა იმეც ნუ გაუცრუებ, გულს ნუ ადგენ. ძლივს ჯავრი უნდა იყაროს. ეს ქალაქი ჩემს ძმას გულს ჩემზე მეტად ადგენს. იმედი გაუცრუდება. ჩემი ძმა სანადიროდ გავიდა, მაგრამ შენ დედა ჩემს არ იცნობ. შენ ზაფერ ფეხლივანს არ იცნობ. ბავშვობაში გონებაში ამოტვიფრული მქონდა, ის რკინაზე მაგარია. ვილოცოთ რომ მან თავად არ მოგვინადიროს. შავი ღრუბელია. კარგი რამ მითხარი. კიდევ რას ხედავ? თითქოს არწივს ვხედავ. დოკუმენტურ ფილმებში რომ აჩვენებენ. მკვდარ ლომს თავზე სხვავები რომ დასტრიალებენ. აი ასეც ურაც ხედა. გითხარი კარგი რამე მითხარი მეთქი. ახალ ამბავს შეიტყობ სულ მალე. ახალ ამბავს. ზაფერხანიმ. დევა. რა დაგიმართა? სასწრაფოდ მშრალი ტანსაცმელი მოუდანე. ამ პირსახოცი და ხალათი. ტბაში ჩავარდი. ტბაში, ტბასთან დაგინდოდე შვილო. დღეს სახლიდან მზითვი არ უნდა გამოგეტანა? ტბასთან ვიღაც კაცი მოვიდა. ეს მიწის ნაკვეთი, ეს ტბა ჩემიაო. აქ რა საკეთებო? შემდეგ ხელი მკრა და ტბაში ჩამაგდო. ვიხრჩობოდი, სუნთქვა შემეკრა. ლამის გავიგუდე. იმ კაცმა კი არაფერი გააკეთა. ბურსაში ყველა მიცის რომ ჩემი მფარველობის ქვეშ ხარ. ეს ვინ გაბედა? მისი ვინაობა არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ცუდი ადამიანია. იქნებ გიჟი იყო. ტბაში ჩაგდება რასაც ციელია. კინახამ დავიხრჯე. ადამიანმა კი არაფერი გააკეთა. თითიც არ გაანძრია. დედა ზაფერ, მამას არაფერი ვუთხრათ, კარგი? არა შვილო, არ ვეტყვი. რატომ უნდა ვუთხრა? ინერვიულებს. ეს კოსტიუმი სადიპოვე. იმ კაცის კოსტიუმია.
ტბაში ჩამაგდო და იმის მაგივრად რომ გადავერჩინე, კოსტიუმი დამიტოვა და წავიდა. თბილად ჩაიცვი. ალბათ მკითხულობენ, ვინ იცის როგორ ნერვიულობენ. დევა. სხვა დროს ტბასთან უწახვალ. როგორ ჩანს იქაურობა კერძო საკუთრებაა. რამე არ შეგემთხვას. ჯანდაბა. ნამდვილად დაბრუნებულა. ძმა გულჯემალ. ხელი მოგიდეთ, მანქანას არ შეუვარდეს. კეთილი იყო შენი დაბრუნება. კეთილი იყო შენი დაბრუნება, ძმაო. რა არ მოგიმზადეთ? მე შენთვის ტორტი გავაკეთე. უგემრიელესი იქნება. სახლი არ გაინტერესებს? როგორ ვემზადებოდით? სახლი კი არა, ციხესიმაგრეა. მარჯვენა ფეხით შედი. უფლისნებით. თქვენმა მარჯვენამ გაიხაროს, ულამაზესი სახლია. რა სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. ყველას სუფრასთან გთხოვთ. ხო ჩაღდედაგარა. მთელი სარაევო ამაგიდაზე გაგიშლია. ვიფიქრეთ, ჩვენი მომზადებული კერძები მონატრებული იქნებაო და ყველაფერი მოვამზადეთ, რაც გიყვარს. გმადლობ. ღვეზელი მე და დედამ გამოვაცხეთ. თუ ასეა, ჯერ ღვეზელს შევჭამ. ტბაზე ყოფილ ხარ. შენი ბავშვობა იქ იპოვე? სხვა რამ ვიპოვე. ერთი გოგონა. გოგო? ის მიწის ნაკვეთი შევღობოთ, რომ უცხო პირები ვერ შევიდნენ. კარგი, მოვაგვარებთ. ვინ იყო? ვინ გოგო? ვიღაც უცხო გოგო. შემდეგ რა მოხდა? საშინელება მოხდა. ხელი ვკარი და ტბაში ნიანგებთან ჩავაგდე. ჩვენს ტბაში ნიანგებია და ამის შესახებ მე არაფერი ვიცი. რატომ შეგეშინდა? გველი ხომ ყვავს? ამ სიცივეში გოგო მართლა ტბაში ჩააგდე? ცუდოა. უფლის წყალობით ძლივს დავბრუნდი და გრძელ წამწამებიან გოგონაზე უნდა ვისაუბროთ? შეხომ გიყვარს მე ერთი საყვარელო. დედაგარა, ნუ დამიდებ, გული. ავად ხარ გულენდარ. არა. გონი გავცივდი. მე კი მეგონა რომ ჩემი ჩამოსვლა არ გაგიხარდა. რას ამბობ, ძმაო? მე რა მოხდა? რახანია ერთმანეთი არ გვინახავს, ალბათ უჩემოდ ცხოვრებას მიაჩვიე. მაგას როგორ ამბობ? შენ გარეშე მე ბედნიერი როგორ ვიქნები? შენ გარდა ვინ მყავს? გოგო, განა ისეთი რა გითხარი? ახლა ტირილი არ დაიწყო. თავი ხელში აიყვანე. დღეს ჩვენი ახალი ცხოვრების პირველი დღეა. ამიტომ გახარებული უნდა ვიყოთ, გაიცინეთ. აი ასე. გემრიელად მივირთვათ. მომეცი მე შევჭამ. მე შევჭამ. არაფერი ისმის? არა, ტელეფონიც გამორთული აქვს. ის გოგო სად უნდა მოვძებნოთ? იფეკ, დილით სახლიდან გასვლისას დაინახე?
არ და მინახავს მეძინა. რატომ იქცევა ეს გოგო ასე? განა არის ის დღეს ამ სახლიდან მზითვი უნდა გავიდეს. მოდის ჩვენი დედოფალი. სათხარ? მოვედი. სათხარ გოგო ახამდე დილიდან არ ჩანხარ. დევა, სათხარ, ტელეფონიც გამორთული გაქვს. მზითვი უნდა გავიდანოთ. პატარძალი არ ჩანს. დილით ადრე დედა ზაფერმა და მირეკა საფრანგეთში გასაგზავნ საქონელთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა, მაგრამ მოვაგვარეთ. ძალიან კარგი. ეკაბა დედა ზაფერმა მოგცა? შენ სტანზე პირველად ვხედავ. მზითვი ხომ უნდა გამოვიტანოთ და დროზე დაუჩქარეთ, ხალხი გველოდება. შიგნით შევიდეთ, დროზე შევიდეთ. დევა. ერთი წუთით. დევა. დედა ზაფერთან დაკავშირებული ტყუილი არ დავიჯერე. რა ტყუილი? სად იყავი, დევა? სად იყავი? ტბაზე წავედი. ტბაზე იყავი? დევა, ხომ თქვი იქ აღარასოდეს სავალო? წავედი, რათა დედა ჩემისთვის ჩვენი გორწილის შესახებ მეთქვა. უთხარი? უთხარი. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებოდა. გაუხარდებოდა. ნეტავ ჩემთვისაც გეთქვა. ნეტავ დაგერეკა, მოვიდოდი და იქედან მე წამოგიყვანდი. უნდა დამერეკა, მაგრამ ტელეფონი აღარ მუშაობს. რატომ არ მუშაობს? ტბაში ჩავვარდი. დევა. ჩემო საყვარელო. ვინ იცის როგორ შეგეშინდა? ლამის გავგიჟდი. ხომ იცი წყლის როგორ მეშინია? დედა ჩემი იმ ტბაში. კარგი, დამშვიდდი. როგორ ჩავარდი? ფეხი დამიცურდა. კარგი, გთხოვ, იქ მარტო ნუძახვალ. გესმის ჩემი უკანასკნელი ადგილია, არამე რომ შეგემთხვეს, ხომ გავგიჟდები. გესმის ჩემი? კარგი, აღარ წავალ. არ წავალ. გთხოვ, მამა ჩემს არაფერი უთხრა. თორემ ინერვიულებს. კარგი, არ ვეტყვი. ნუ ხარ მოწყენელი, გაიღიმე. დღეს ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი დღეა, დევა. დღეს ჩვენი სახლი უნდა მოვაწყოთ. დევა, წამოდი, საქმეს შევუდგეთ. საქმეს შევუდგეთ. დროზე. მიდი. დროზე. ეს რა არის? ამ საუკუნეში ის არს ვიღა იყენებს. ახალგაზრდა გოგონას ჰქონდა, რომელსაც დედა ენატრება და ელოდება. მომახსენე დღემ როგორ ჩაიარა. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, უფროსო. კომპანიის აქციების შენზე გადმოცემაზე ვმუშაობთ. ბოლო პროცედურა დარჩა გასავლელი. მანქანადანადგარები მუშაობს, რა თქმა უნდა, საწარმო შეუფერხებლად მუშაობს, თუ გინდა წადი და დაათვალიერე. ახლა მოვიდნენ და იკითხონ, ამ ქალაქში მთა და ბარი, წყალი და ქვიშა, ვისი საკუთრებაა? იტყვიან გულჯემალისო. ზაფერ ფეხლივანი ისეთ ალყაში მოვაქციე. ამიერიდან ხელს აიდგენაც გაიშვერს, რომელ ქვასაც აწევს, ყოველი ქვის ძირში გულჯემალი დახვდება. ხვალ თავის უკანასკნელ სიმდიდრესაც წავართმევ. თავის ცნობილ აბრეშუმის შეღებვის ოსტატს, რომელიც მასთან მუშაობს. ერთ ცოტა პრობლემატური საკითხია. როგორც გითხარი, ზაფერ ჰანიმს იმ კაცის ორივე ქალიშვილი გაუზრდია. მათ პატრონობდა, არაფერს აკლებდა, მათ შორის მჭიდრო კავშირია. ზაფერ ფეხლივანს დამიხედეთ. საკუთარი შვილებისთვის ეშმაკი, სხვისი შვილებისთვის კი ანგელოზია? გასაგებია. გავიგე. მეც ამიტომ გეუბნები, ძმაო, ეგ საქმე ცოტა რთულია.
ნუ ღელავ, ყველას თავისი ფასი აქვს. ამდენი წელი რით ვერ ისწავლე? ძმაო, კაცი რომ იყო შევთანხმდებოდით, მაგრამ ოსტატი ქალია. როგორ თუ ქალია? ქალია. ქალბატონი, საპირისპირო სქესი. თელ საქმეს მამა არ აკეთებს, მისი ქალიშვილი აკეთებს. დილამდე ატელიაში მუშაობს, ატელიაში შუქი არასოდეს ხრება. ფული არ აინტერესებს, თურმე გიჟივით მუშაობს. ამდენი მუშაობი ჭკუიდან შეშლილა. ოსტატი ქალიღა გვაკლდა. ოსტატი კაცი უნდა იყოს თანაძღიპიანი. მართალი ხარ ძმაო, გეთანხმები. უსამართლოდ ნუ მოვექცევით. არავინ იცის, აბრეშუმის დანადგარზე მუშაობს, შესაძლოა? ამდენი სიმძიმის თრევით კუნთები აქვს. იქნებ ძლიერი ქალია. იქნებ ულვაშიც აქვს. არ ვიცი ძმაო. ხვალ წახვალ და თავად ნახავ, მაგრამ ქალის დარწმუნება ნამდვილად რთულია. მე ჩემი სათქმელი გითხარი. თუ მოვინდომებ მივიღებ კიდეც. რადაც უნდა დამიჯდეს, ჩემსას მაინც გავიტან. ხვალ იმ ოსტატს გადმოვიბირებ. გასაგებია ძმაო. როგორ გამოვიყურები? მე ორივე მომეწონა. მაგრამ ცისფერი უფრო მიხდება. ნაკვთები უფრო მკაფიოდ ჩანს. ხომ ასიადება? დევა, ნედავ შენც ჩვენ შორის იყო. რა? კარგად ხარ? კარგად ვარ. შენს უფროსდას მოუყევი. უფროსდას? ხო, შენს უფროსდას. გიჟი ნუ ხარ. შენზე 3 თვით დიდი ვარ. უფროსდად გეკუთვნი. მართლა? კარგიდაო. კარგია, სიცილის რეფლექსი ჯერ კიდევ გაქვს. ეს რას ნიშნავს? 2 დღის შემდეგ ქორწილი გაქვს. მაგრამ სულ მოწყენილი ხარ ნაღვლიანი. აშკარად რაღაც მოხდა. არა, არაფერი მომხდარა. დევა არ მჯერა იმ ტყუილის, თითქოს ის კაბა დედას აფერმა მოგცა. მომიყევი რა მოხდა. რა სისულელეს ამბობ. გითხარი არაფერი მომხდარა მეთქი. ესე იგი გათხოვება არ გინდა. მინდა, დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. ესე იგი მერთი არ გიყვარს. მერთი რატომ არ უნდა მიყვარდეს? მერთს ძალიან ვუყვარვარ. თანის ძალიან კარგი ადამიანია. კარგი ადამიანი. ჩემს ობლობას ასე არასდროს განვიცდიდი. რას ამბობ დევა? შენი სიტყვებით გულს მდგენ. მე ვარსებობ, მამა არსებობს. ხომ იცი, მაგას არ გულისხმობ. ჩვენ ერთმანეთთან ღვიძლიდები ვითვართ. მამა იბრაჰიმმა საკუთარი ქალიშვილივით გამზარდა. მაგრამ გამუდმებით ერთი კითხვა მიტრიალებს. ვინ ვარ? დედამიწაზე ჩემი სისხლის და ხორცის თუნდაც ერთი კაციც არ არსებობს. არ ვიცი, იქნებ ბიძა, მამიდა, ვინმე ნათესავი მყავს, რომელიც ინით მომხადავს. მე ვარსებობ, ინით მე მოგხადავ. თანაც ჩვენზე 3 თვით უფროსი ვარ. შესაბამისად უფროს დადგეკუთვნი. მაგრამ თუ იტყვი რომ არა იფეკ, ინით მამიდა ჩემო უნდა მომხადოს, შეგიძლია მამიდა დამიძახო. მამიდა? შეგიძლია ბიძა დამიძახო. ბიძია. კარგი, ჩემო საყვარელო ბიძია. ინით შენ მომხადე. მოგხადავ. მოდი აქ.